შიდა ქართლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ძლიერმა სიტყვამ ქალაქ ქარელის რაიონის 6 და გორის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი დააზარალა. რთული მდგომარეობაა სოფელ რუიში. მოსახლეობის განცხადებით მოსავლის 90% განადგურდა. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მოსახლეობა ცოტა ხნის წინ სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა. 104 ცალი თითო ჩითილი ზის და შეხედეთ აქედან რა დარჩა, აღარაფერი აღარ დარჩა. აქ არის 1500 ცალის ეს და გაუბედურებული წასული. ამის საშველი არ არის, არ არსებული. დამთავრდა. რუისში მცხოვრებ დათომ ღებრიშვილს ძლიერმა სიტყვამ 4 თვის ნაშრომი 10 წუთში მთლიანად გაუნადგურა და შემოსავლის გარეშე დატოვა. აღნიშნულს ისიც ემატება, რომ მოსავლის მოსაყვანად 25000 ლარი ბანკიდან გამოიტანა, რომლის გადახდასაც, როგორც თავად ამბობს, ვერ შეძლებს. ღებრიშვილი პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებას სთხოვს, თუმცა დახმარების იმედი ნაკლებად აქვს. ბანკიდან ფულია გამოტანილი და აგროსესხი კრედიტები რა გინდა გააკეთო, თუ მოსავალი არ არის, ვერაფერს ვერ გააკეთე. ხო გინდა რაღაც შეიტანო და იმას კი. ასე რომ ვართ ასე რა, დავიღუპეთ. ანტრეული და გაუბედურებული. მთელი ამბავი რა. მესამედი აღარ ასხია. დათომ ღებრიშვილის მსგავსად ძლიერმა სიტყვამ მოსავლის გარეშე დატოვა ვლადიმერ ბალიაშვილიც. მისი თქმით, ზარალი იმდენად დიდია, რომ მიმდინარე წელს მოსავლის აღებას საერთოდ ვერ შეძლებს. გაუჩვენია ეს ძირსაყრია მოგებული რო დაინახო აგეტირება ისეთი ხელი საჭმელიც აღარა მაქვს აი ერთი ცალო მოგვიჯო და შევჭამ. სიტყვის შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. ადგილობრივებს ხეხილის ბაღები და ნათესები თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. როგორც თავად ამბობენ, ახლა ყველანაირი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და წლიდან წლამდე თავის რჩენას ვეღარ შეძლებენ. მე პირადად ეხლა სხვებთან შედარებით ნაკლეთი 10 მაქვს გამოტანილი და რავი მოსავლის იმედად ვიყავით და რავი მაგის იმედად და ეგეც გაგვინადგურდა და რავი არ გვითვალისწინებს ბანკი რომ რაღაცა შეღავათი მოგცეს რა 40000 ზარალი ვნახეთ გადარგული პამიდორზე ხელი ავიოცო ჰექტარი და 20 1 ჰექტარზე ლობიო ჰექტარი და 20-ზე ხახო კომოსო ჰექტარ ნახევრისაგან და სარგავი მქონდა გამიფჭა ჩიტილი აღარაფერი მოსავალი არა გვაქვს რაც ვიშრომეთ სუწყალში ჩაგვეყარა და დამთავრდა მაგით ჩვენი მოსავალი რავი რითი უნდა ვიარსებოთ არ ვიცით. ქარელის მსგავსად ძლიერი სიტყვა იყო გორის მუნიციპალიტეტშიც დაზარალდა 12 სოფლის მოსახლეობა. სხვა სოფლების მსგავსად ბერბუქსა და სვენეთში განადგურდა ხეხილი. სასოფლო სამეურნეო სავარგულები და დაიხოცა შინაური ფრინველი. ჩვენ რაც მოსავალი გვქონდა, ფეხის მოსავალი იყო თო ხეზე ხილი იყო, ხილიც განადგურდა, ფეხის მოსავალიც განადგურდა, ლობიო გინდა, პამინდორი. თუ კარტოფილი ყველაფერი მოსპო და გაანადგურა. ერთი არ არის, ერთი რო ზედიპოვნო, ერთი რო უნაკლო იყოს და რაღაც სუნთლა დახეთქილი გაფუჭებულია. თვაშლი მიდია, ყურძენი მიდია, კარტოფილი მაქვს და თესილი დამიზიან და ისინი. ტევანი ჩამოატვია, ტოტები დაანტვია. რომ მიხვიდე ეზოში ძისაყრია, ვაბახში რო შეხვიდე ძისაყრია. დააგლეჯილ დასეტყვილი ზედბასლზე ასხია. ნუ იმას შედეგი აღარ არის. როგორც გინდა მოვწავ, როგორც გინდა მოვა. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. იოსებ ოქრომელიძემ განმარტა, რომ შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს აღწერს. გაეწევათ თუ არა დახმარება ქარელის და გორის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ მოსახლეობას, ეს მისთვის ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია მუშაობა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, უახლოეს მომავალში დამთავრდება ზარალის დათვლა და შემდგომ უკვე ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა საშუალებებით და როგორ შევძლებთ მოსახლეობის დახმარებას. ხოლო იმ ხალხს, რომელთაც დაზღვეული აქვს თავიანთი ნაკვეთები და თავიანთი მოსავალი დაზღვევით, სახელმწიფო დაზღვევით, მათ აუცილებლად აუნაზღაურდებათ ზარალი. ძლიერმა სიტყვამ მოსახლეობას ბანკის სვალები დაუტოვა, მოსავალი კი თითქმის მთლიანად გაუნადგურა. დაზარალებულები დახმარების იმედად არიან დარჩენილები, რადგან შემოსავლის წყარო უკვე აღარ აქვთ. სიტყვამ ბოლო 2 თვის განმავლობაში შიდა ქართლში 100-ზე მეტ სოფელს გადაუარა.